თქვენ როგორც ვიცი, მუშტი დაგარტყათ ბატონმა დავით მატიაშვილმა. დიახ, მოგესალმებით, მივესალმები მაყურებელს, მივესალმები რეჟიმის ტყვეებს და გელა ალბათ ვერ გნახავს, მაგრამ მის მშობლებს მივესალმები ოკუპირებულ აფხაზეთში და მადლობას ვიტყვი მის არაჩვეულებრივ დედას, ქალბატონ ლელას, რომ გაგვიზარდა ასეთი პატრიოტი, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოვიდა და იბრძვის ჩვენი ქვეყნის თავისუფლების დამოუკიდებლობისთვის უკვე წლებია და თითეული ჩაგრული ადამიანის გვერდით დგას. მადლობა მათ ასეთი შვილის აღზრდისთვის. რაც შეეხება გუშინდელ პროცესს, ეს იყო იმ კედლებისთვისაც სრულიად აბსურდული, გელას საქმეს გულისხმობ და ალბათ თითეული მათგანი დამეთანხმება, ვინც პროცესებს ესწრება ბოლო თვეების მანძილზე. ასეთი ალბათ მაგ კედლებსაც არ სმენია და მას შემდეგ რაც მოსამართლე წოდებულმა გელას პატიმრობა მიუსაჯა, ჩვენ დავიწყეთ დარბაზის დატოვება. შეძახილები, რომელიც იქ ისმოდა, იყო მხოლოდ გელას გამამხნევებელი, სიყვარულს გამოხატავდნენ და მხნეობას უსურვებდნენ მას. ჩემს წინ რამდენიმე ადამიანი უკვე გასული იყო დერეფანში, როდესაც ფაქტობრივად იმავე მომენტიდან, როდესაც გასვლა დაიწყეს ადამიანებმა, დარბაზში მყოფი მანდატურები და ასევე დერეფანში მყოფი მანდატურები დიდი აგრესიით დაიძრნენ უკვე ამ ადამიანებისკენ, დამსწრეს საზოგადოებისკენ, რომელიც ტოვებდა დარბაზს, გინებით, უშვერი სიტყვებით და რაც ყველაზე მთავარია, ფიზიკური ძალადობით უკვე. მე ეჭვი მაქვს, რომ ეს იყო წინასწარ განსაზღვრული, იმიტომ რომ სასამართლო პროცესი ჩაინიშნა არასამუშაო დროს, მათ შეეძლოთ უფრო ადრეც, რა თქმა უნდა, იმ დროს, როდესაც სხვა პროცესები არ მიმდინარეობდა სასამართლო შენობაში და რა თქმა უნდა, იქ სხვა უცხო თვალი არ იქნებოდა გარდა სუსისა და ეგრეთ წოდებული სამართალდამცავებისა და იყო წინასწარ განსაზღვრული, რომ მოეწყოს პროვოკაცია და გაემეორებინათ ნინო დათაშვილის საქმე, იმიტომ რომ განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდნენ ქალების მისამართით, არანაირი აუცილებლობა იმის არ იყო, რომ იქ ფიზიკურ ძალადობას ქონოდა ადგილი და ასე გამოეყვანათ ადამიანები, იმიტომ რომ ისინი თვითნებურად დინებით ტოვებდნენ პროცესს. შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი იყო განსაზღვრული იმისთვის, რომ მორიგი სისხლის სამართლის საქმეები შეეკერათ ადამიანებისადმი, რომლებიც არიან პოლიტიკურად და სამოქალაქო პოზიციითაც აქტიურები საზოგადოებრივად. დიახ, მას შემდეგ რაც მე დავინახე, რომ მათ ასეთი ჩვევა აქვთ, რომ ფანჯრის რაფების მხარეს იციან ადამიანების გადაყრა, დიახ, გათრევა და იქ ურტყამენ უკვე გამეტებით, როდესაც გამოვედი დერეფნა დავინახე, რომ ვიღაც ადამიანები და რა თქმა უნდა ჩავთვალე, რომ ჩვენგან გასული ადამიანები ყავდათ ესე მიგდებული, გავიქეცი ამ მიმართულებით, სხვათა შორის პუბლიკას აქვს ეს გადაღებული უკვე როგორ მივრბივარ იმ ხარჯს, რომ ვინ არის და რატომ ურტყამთ, გავდივართ, აი ამას ყვიროდით მხოლოდ და აქ რო გავედი, მატიაშვილმა როგორც კი დამინახა, ეგრევე პირისპირ თვალებში რო ჩახედავ ადამიანს, გამოაქანა მუშტი და მე უბრალოდ ინსტინქტურად ალბათ გადავიხარე უკან და ქვედა ყბაში მომხვდა. ეს იყო რა თქმა უნდა ძლიერი დარტყმა და უკან მედგა ნათია ლეთოდიანი და მადლობა მას იმისთვის, რომ მან გამომიყვანა უბრალოდ. იმ მომენტში მეგონა რომ გონებას ვკარგავდი, მაგრამ თავი შევიკავა და ისევ ორიენტირი ავიღე მე ადამიანებისკენ, რომლებსაც ცემდნენ და აგინებდნენ. იქ იყო რაღაცა ქარბორბალა მოაწყვეს და არა მხოლოდ მატიაშვილი, ყოველთვის ასე იქცევა ის და მაგალითს აძლევს მის თანამშრომლებს, ამხნევებს, რომ შეაგინონ, მუშტიკრივი მოაწყონ და იძალადონ უბრალოდ ადამიანებს. ფაქტია და იქ შემდგომ ჩანს უკვე ნიკა კვიტატიანის ჩემი კადრი ძალიან მცირედ ჩანს, უბრალოდ ჩანს როგორ ვარდები უკან და მე გამოვდივარ, ნათიას გამოვყავარ, მაგრამ ნიკას კადრი ძალიან ცალსახა და დღეს უკვე პროკურატურას საქმე უნდა კონდეს აღძრული მის წინააღმდეგ, ის უკვე დაკავებული უნდა იყოს, იმიტომ რომ ნათლად ჩანს როგორ არტყამს მუშტს ადამიანს და აგდებს უკვე ამ დარტყმის შედეგად ძირს. და აქ არ უნდა დაგვავიწყდეს ნინო დათაშვილის ამბავი, რომელსაც იქით შეუტრიალა საქმე ამ კაცმა და ესე იგი მანდატურზე ძალადობისთვის ქალი ამდენი ხანი ყავთ ციხეში გამოკეტილი და რა არ შეუკერეს ფაქტობრივად ტრავმირებულ ადამიანს, რომელსაც გადაადგილება უჭირს ხერხემლის და ახლა მისთვის უფრო მარტივი ამ საქმის შეკერვა, იმიტომ რომ მედია აკრძალულია რეალურად, გადაღება აკრძალულია, შესაბამისად მიცემული აქვს და გახსნილი აქვს ხელფეხი იმისთვის, რომ იძალადონ ადამიანებზე და გამოაჩინონ ანტიქართული, მართლა ანტიქართული და ანტიეროვნული თვისებები, როგორიც შეიძლება კონდეს ნამდვილად
ქართულ და ანტიეროვნულ ძალას, იმიტომ რომ ქართველი კაცისთვის რომელ პოლიტიკურ რაღაც მრწამსსაც არ უნდა მიეკუთვნებოდეს ის, ყოვლად მიუღებელია და მე ქართული ოცნების მხარდამჭერებშიც ვერ ვნახავ ალბათ ადამიანებს, რომელთათვისაც დასაშვებია, რომ წაქცეულ ადამიანს წიხლით ათმა ურტყას, ქალს ხელი დაარტყას. ეს არ არის უბრალოდ ჩვენი გენეტიკის ნაწილი. სად არის სადნახეთი ქალებიო. ანუ და როგორ არ ვიცი საერთოდ რა კომენტარებს ეს მათ მორალურ ღირებულებებზე მეტყველებს. კი ბატონო, პასუხი ამაზე რა იქნება? ერთადერთი თავდაცვა და ამის შეცვლის შესაძლებლობაც ფიქრობ თუ არა რომ არის საპროტესტო მუხტში. რა თქმა უნდა, ცალსახად ეს არის საპროტესტო მუხტი და საპროტესტო მუხტის გაგრძელება რეალურად ეს ქმედებები ხომ ამ საპროტესტო მუხტის საწინააღმდეგოდ წარმოიშვა საბოლოო ჯამში. მას შემდეგ რაც მათ შეწყვიტეს დასავლეთისკენ სვლა, ერმა აქტიურად გამოიღვიძა. შესაძლებელია გარკვეული ჯგუფები აპროტესტებდნენ ქართულ ოცნებას წლების მანძილზე და სულ ვაპროტესტებდით იმ უსამართლობას, რომელიც ქვეყანაში იყო, მაგრამ ახლა ერი და ბერი დგას ფეხზე რეალურად, მაგრამ ამის საპირისპიროდ მათ აწარმოეს ყოველ ფეხის ნაბიჯზე დაარღვიეს სიმართლე და სამართლიანობა და რეალურად გადალახეს ყველა მორალური ზღვარი და არც ერთ ხელისუფალს, არც ერთ მმართველს არასდროს, არც ერთ ეტაპზე არ შერჩენია ეს, იმიტომ რომ ქართველისთვის, როგორც უკვე აღვნიშნე, აი ეს რაღაცა გენეტიკურად გამჯდარი არის, ეს ყველაფერი, რის წინააღმდეგაც ისინი მიდიან და იბრძვიან და ფაქტია, რომ ამას წინ ვეღარაფერი ვეღარ დაუდგება. საპროტესტო მუხტი იქნება, მანამ სანამ ეს რეჟიმი არ ჩამოიშლება. რეჟიმი არის რუსული, მოქმედება არის რუსული, მათი ქმედება არის ანტიქართული, ანტიეროვნული და გამორიცხულია, ისინი საუბრობდნენ რაიმე სახის ოჯახურ სიწმინდეზე, მაშინ როდესაც ხრაშვილის დედას, მეცნიერ ქალს პირდაპირ ეთერში კამერების წინ მუშტს ურტყამენ, კალაძის დაქირავებული ტიტუშკები, მაშინ როდესაც ქალებს მართლა მიწაზე ათრევენ, მაშინ როდესაც შეუძლიათ წაქცეულ ადამიანს 15-მა და 20-მა ადამიანმა ურტყას, მაშინ როდესაც სამართლიანობა აღარ გვაქვს ქვეყანაში, სამართალი აღარ გაგვაჩნია, შეუძლებელია რომ ნორმალიზება მოხდეს ამის და შესაბამისად ამის ნორმალიზების უფლებას არც ერთი ადამიანი, რომელსაც უნდა ხვალინდელი დღე მისი შვილების მომავალი ამ ქვეყანაში ამის უფლებას არ მისცემს. ეს არის ნამდვილად ანტიეროვნული ძალა, რომელმაც 100,000-ობით ადამიანის ემიგრაციას შეუწყო ხელი, მათი გზავნილიც ხომ ეს არის შათირიშვილის პირით, რომ ახალგაზრდებმა დატოვონ, ქმედითმა რაღაც ბირთვმა დატოვოს ეს ქვეყანა და დარჩეს რუსებს. რუსული ოცნება ახდეს საქართველოს ქართველების გარეშე, მაგრამ ამას ვერ ეღირსებიან ჩვენ სამართლიან ქვეყანაში სამართლიანი სასამართლოთი თითეულმა დგას, მათ შორის აი ამ ჭანჭიკებსაც, რომლებიც ანტიქართულად იქცევიან, ვაგებინებთ პასუხს. აქ შიში არ იქნება, უკან დახევა არ იქნება და ბრძოლა იქნება ბოლომდე. გამარჯვებამდე, მანამ სანამ ეს იქნება საჭირო. ქალებიც და კაცებიც ვიდგებით აი ამ ერის განვითარების, პროდასავლური მომავლის და ბედნიერი ადამიანების, ბედნიერი ქვეყნის შექმნის სადარაჯოს.